მოგესალმებით ნათია შაი, ეს ჩემი არხია, ვაგრძელებთ მეორე, ასე ვთქვათ, მეორე ბედის მატრიცის განხილვის მესამე ეპიზოდს. ჩვენ უკვე ვნახეთ რესურსი, ვნახეთ ღმერთის ნაპერწკალი, ვნახეთ კარმის შალტი და ვაგრძელებთ განხილვას. ახლა მე მინდა ასეთი ინფორმაცია უთხრა ამ ადამიანს, რომ მისი ურთიერთობა ანგელოსთან, სამყაროსთან, ღმერთთან, მისი დამოკიდებულება, მისი სახასრარა ჩაკრა, მისი გვირგვინი ჩაკრა არის სამიანი ენერგიის. ეს არის დედოფლის ენერგია, ეს არის დედის ენერგია, ეს არის მიწის ენერგია. ეს არის ნაყოფიერების ენერგია, გამრავლების ენერგია. ანუ რას ნიშნავს ეს? როგორც კი ეს ადამიანი დაიწყებს სხვაზე ზრუნვას და საკუთარ თავზე ზრუნვას პირველ რიგში, საკუთარი თავისთვის რაღაცების გამეტებას და სხვებისთვის, სიკეთის კეთებას, ყურადღებას, აი როგორ მზრუნველობაზე მაქვს იცი ლაპარაკი, აი დედებმა რო იციან, ასე ვთქვათ, მოკითხვა, რამე ხო არ გჭირდება, მკურნალობა, აი ბოწყალების დარო არის ხო, ასე ვთქვათ, აი რაღაცა ყოველთვის რო აქვს მალამო, რომელიც ჯადოსნურია და ვისაც ჭირდება, მას მისცემს, წაუსმებს და განიკურნება. აი მსგავსი ენერგია, როგორც კი მასში გამომუშავდება, მაშინვე იწყება აქტიურობა. მისი ანგელოზის, მაშინვე იგრძნობს ეს ადამიანი სამყაროდან სიკეთეს, მაშინვე იგრძნობს ეს ადამიანი წყალობას, ღმერთთან კონტაქტს, კავშირს და ნახავს, რომ ყველა ენერგიაში, ყველა სიტუაციაში, ყველა საქმეში ხელი წარემართება ძალიან. რა არის ის, რაც ჩვენ ვისაუბრეთ, რა იყო სიმძიმეები წინაცხოვრებიდან წამოღებული, ახლა კი ვნახოთ და გითხრათ რა არის ის, რაც კარგი წამოიღო წინაცხოვრებიდან. რა არის ის, რაც ყველაზე კარგად გამოსდიოდა და ახლა უნდა გაიხსენოს, გამოაღვიძოს, მოახმაროს საკუთარ თავს და შემდეგ სხვებს ეს. ყოველთვის ადამიანი იწყებს ნებისმიერ სიკეთეს, ჯერ საკუთარ თავში გამოღვიძებას, საკუთარი თავის დაკმაყოფილებას, საკუთარი თავის ავსებას და მერე, როდესაც ამ ენერგიით იქნება სავსე, მერე უნდა გასცეს ეს ენერგია სხვებისთვის. თორე თუ შენ არ ხარ სავსე და ამ ენერგიას ნებისმიერ ენერგიაზეა საუბარი, რესურსია საუბარი, გასცე, ხო, დაიცლები, გამოიფიტები. და ეს ენერგია არის 15 ენერგია, რაც აჩვენებს იმას და მიანიშნებს იმას, რომ მან ძალიან კარგად იცის, აი, არ ვიცი, რაღაცა იდუმალებით, თუმცა უკვე ვიცით რატო, ვინც მეორე ნაწილი ნახა, მისი ზებუნებრივი უნარჩვევებიდან გამომდინარე, ძალიან იცის, რას ტკივა ადამიანს, რა აწუხებს ადამიანს, როგორია ადამიანი, მასთან ვერავინ ვერ მოიტყუება, რენტგენივით ხედავს, შეიძლება ადამიანს არც იცნობდეს, ან ხმა გაიგოს, ან მისი ნაწერი ნახოს, ან ფოტო ნახოს, აი რაღაცნაირად შიფრავს ვინ არის, რა უნდა, რას ტკივა, რა აწუხებს, რა უხარია. ხოლო რაც მისმა გვარმა მისცა ტალანტად და ნიჭად, ეს არის 12 ენერგია, რაც იმას მიუთითებს, რომ მას შეუძლია დიდი მსახური გახდეს, დიდი სიკეთეები აკეთოს, რაღაცა დიდი მოუტანოს მაქსიმუმ კაცობრიობას, მინიმუმ ის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს და ახლო წრეს, ხო? ეს ყველაფერი არის მასში. ეხლა მე მინდა ეს გავაერთიანო, მისი კარმა, მისი ტალანტი, მისი ღვთის ნაპერწკალი, მისი გულის ენერგია, გულის ჩაკრის ენერგია, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის, ეს ყველაფერი გავაერთიანო და მისი სულიერი ზრდისთვის რა არის მნიშვნელოვანი, რომ გააკეთოს, დავიწყოთ ისევ და ისევ ცხიანის ენერგიით, რომ არ უნდა შეეშინდეს, არ უნდა შეხედოს სხვა ზევიდან, უნდა გამოიტანოს, იმიტომ რომ მას აქვს ისეთი ცოდნა, რომელიც რაც მე ვთქვი,
12 ენერგია ხო საგვარეულოდან მიცემული ეს ცოდნა ეს ენერგია უნდა მოახმაროს ადამიანებს უნდა გამოაღვიძოს თავის თავში ეს ცოდნები თავისი დიდი ინტუიციის ჩართვით თავისი დიდი შინაგანი არაცნობიერი მაგიური ცოდნების ჩათვლით და შეიძლება იყოს არ ვიცი მკურნალი ექსტრასენსი მასაჟისტი მის ფსიქოლოგით შეიძლება იყოს აქედან გამომდინარე ხო თერაპევტი, ფსიქოთერაპევტი, აი მსგავსი ასე ვთქვათ ენერგიის გამოშვება მასში ხო, გაღვიძება რაც არის მასში და ეს კი არ უნდა მოიპოვოს, ეს კი არ უნდა იპოვნოსად, ის მასში უბრალოდ უნდა გამოაღვიძოს, უბრალოდ მტვერი უნდა გადაწმიდოს, უბრალოდ ფარდა უნდა გადასწიოს, ჩერაბელს ეფარება, კარი გააღოს, რომელი კარსიქით არის ეს ენერგიები, მასში გამოაღვიძოს ეს და გამოიყენოს ასე ვთქვათ სასიკეთოდ. აი ძალიან მძაფრად ჩანს ეს ეზოთერული ცნებები. მე რაღაცა პროფესიებს შევეხე მეორე ნაწილში, ხო, თქვი სამსახიობო თემა, თეატრალური თემა. აი იქაც შეიძლება ისეთი როლი, ან წერა ხო მაგალითად რომ წიგნი დაწეროს რომანი პოეზია არ აქვს მნიშვნელობა რაც არ უნდა გააკეთოს მან ეს უნდა იყოს სამკურნალო ეს უნდა იყოს თერაპიული ეს უნდა იყოს რაღაცა ღრმა ემოციის მომტანი ადამიანებთან რომელიც განკურნავს ადამიანს ხვდებით რას ვამბობ მე არ მიყვარს ხისტად ასე ვთქვათ ადამიანის პროფესიული მიმართულების მიცემა იმიტომ რომ ყველას აქვს თავისი გზა განსაკუთრებით 21 საუკუნეში ეს ისე არის ადღლესილი შერეული მხატვრის პალიტრასავით ეს პროფესიები რომ ესე კონკრეტულად ნამდვილად ცოტა ისეთია რა ზომთური ღიმილის მომცემი რომ აი ეს უნდა გააკეთო შენ არა მაგრამ ამ ადამიანს აქვს ძალიან მკაფიოდ გამოხატული რომ ის უნდა იყოს ესე როგორც ანგელოზი ამ სამყაროში ადამიანებისთვის დამხმარე და ეს დამხმარე როგორი იქნება როგორი ხერხით როგორი იარაღით ეს უკვე მისი გემოვნების საქმეა ასევე მე მინდა ამ ნაწილში განვიხილო მისი სასიყვარულო თემა საინტერესოა ის რომ ეს სასიყვარულო ანუ პარტნიორული თემა მე ვთქვი რომ მარტოობისკენ აქვს მას სწრაფვა და ჩანს რომ მას აქვს შიში ოჯახის შექმნის ხო შიში ექნებოდა სულ მისი ცხოვრების მანძილზე ეს აქვს ეს ენერგია აუცილებლად დასამუშავებელი იმიტომ რომ მასთან მის მატრიცაში ეს ენერგია პირდაპირ კავშირშია მის ჯანმრთელობასთან და პირდაპირ კავშირში არის ფულის არხის გახსნასთან ეხლა როგორ უნდა დაამუშავოს ეს ენერგია, რაზეც ვსაუბრობ, ხუთიანის ენერგია, რომელიც აქ ხედავთ ხო, გულის ქვეშ არის. თან ნახეთ 1 2 და აი ეს ჯანმრთელობა, ნახეთ როგორ ჩანს. ჯერ მინდა ვთქვა, რომ აი ეს რაღაცა შესაძლებლობები, რესურსები განსაკუთრებით მამის მხრიდან ბებოსგან აქვს და ალბათ გრძნობს ამ კავშირს ეს ადამიანი მასთან, მის წინაპრებთან. ერთ ადამიანს არ უტყვი ბებოს მხრიდან და 7 თაობა ზევით ქალების, ხო, 7 თაობა ჩანს აქ. ნამდვილად მათგან აქვს ეს წყალობა, ეს შესაძლებლობები, ეს რესურსი. ეხლა როგორ უნდა დაამუშავოს ეს? ისევ და ისევ მივდივართ იმასთან, რომ არ ეშინოდეს, იყოს მოწესრიგებული, ყველა საბუთი ქონდეს სწორად, კარგად, არ ქონდეს, ასე ვთქვათ, ნერვიულობა რაღაცა თავის თავში დაუჯერებლობა რომ როგორ შევძლებ რანაირად შევძლებ უნდა გასცეს აბსოლუტურად ყველანაირი ცოდნა რაც აქვს მოახმაროს ეს ცოდნა სიკეთით ადამიანებს ეს არის მისი როგორ გითხრათ აი ესე ჩანს ეს მისი ავალდებულება თან ზუსტად იცის ვის რა სჭირდება ეს აქვს აი ზებუნებრივი ნიჭი ამ ადამიანს რომ აი ვის რა სჭირდება ვის რა უთხრას მისი სიტყვაც კი მალამოა აი საერთოდ არ ვიცი ამ ადამიანს მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ეს ასე იქნება. ასევე უნდა დაამუშავოს თავის თავში ის, რომ არ ეძებოს იდეალური პარტნიორი. ყველა გაიხსენოს, რომ თვითონაც აქვს ჩრდილები, როგორც ყველა ადამიანს და არ ქონდეს ეს შიში, რომ აი ჩემნაირი ცოდნე მე რომ გამიგებ, ჩემნაირად ღრმა, ჩემნაირად ეს ამოაგდოს თავისი სიტუაციიდან. ამ ენერგიის დამუშავება
დამუშავების შემთხვევაში კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ როგორც ბებიის ამშვიდ თაობას დაამუშავებს, მათ ენერგეტიკას, ასე ვთქვათ, დაეხმარება, ისევე თავის პარტნიორულ სიტუაცია გაუმჯობესდება და იხსნება ფინანსური კარი. რაც შეეხება საგვარეულო, რაც თქვი, რომ შვიდ-თაობას ბებიის ეგრეგორს დაეხმარება, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამით თავის მომავალ თაობას შვილებს ეხმარება და ეს კარმა არ გადაყვებათ მათ დასამუშავებლად, ეს უკვე დამუშავებული იქნება. ანუ ეს ძალიან დიდი საპასუხისმგებლო საქმე არის და საგვარეულო ეგრეგორების დამუშავებით ადამიანი, ასე ვთქვათ, ჯებირებს, უნგრევს გზას უთავისუფლებს და უწმინდავს თავის მომავალ თაობას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, თუ ადამიანს აქვს იმის პასუხისმგებლობა და იმის ფიქრი, რამდენად რესურსული ვიქნები მე ჩემი შვილისთვის, შვილიშვილებისთვის, შვილთაშვილებისთვის და რა შემიძლია გავაკეთო მათთვის სასარგებლო და სასურველი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, თავისი ამ ეზოთერული ენერგიის გამოყენება აუცილებლად დაყრდნობა თავის ინტუიციაზე, თავის შესაძლებლობებზე, სიზმრებზე დაკვირვება, ყველაფერი უნდა ქონდეს წესრიგში, ისწავლოს და გასცეს ეს ცოდნა, ასწავლოს, გასცეს, მოახმაროს, ოჯახის შიშიზე უნდა იმუშაოს ნამდვილად და ეს სისტემურობა შემოიტანოს მასში. ასე ვთქვათ, ხადაგებლად, მღაღათებლად, მკურნალად, აი ესე ვხედავ ამ ადამიანს და დარწმუნებული ვარ, რომ ახლო წრეში არის კიდევაც რაღაც ავტორიტეტის მქონე უნდა იყოს ეს ადამიანი. ოღონდ მე მინდა კიდე ხაზი გაუსვა, ხო, მისი ენერგიებიდან გამომდინარე, ამ შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ამ იმპულსებიდან გამომდინარე, რასაც ვხედავ, ძალიან მიაქციოს ყურადღება, რომ არ დაემართოს განსაკუთრებით ოჯახში, ახლობლებში, აი მსგავსი რამ, რომ აი მე ვიცი შენთვის რა არის კარგი, შენ ეს უნდა გააკეთო, ამაზე ნერვიულობა თუ არ გემორჩილებათ და საერთოდ დამორჩილება, ხო? რომ გასაგებია რომ თქვენ ბევრი იცით, კარგად იცით, ღრმად იცით, მაგრამ აცალეთ ადამიანებს და აი წაიმტრიონ ცხვირი, ოღონდ ბოროტულად კი არა, მათ ეს უნდა გაიარონ, რომ ისწავლონ და მივიდნენ იმ დონემდე, რა დონემდეც უნდა მივიდნენ, ხო? მზამზარებლად თქვენ თუ ავტომატურად დაგიჯერებს ყველა და ისე გააკეთებს ყველაფერს როგორც თქვენ იცით, ისინი ვერაფერს ვერ ისწავლიან. მიეცით ამის საშუალება და სიყვარულით არ მოახრჩოთ ეს ადამიანები. ეს მინდა რომ ძალიან ესე მკაფიოთ განსაზღვროთ და დაინახოთ. რაც შეეხება თქვენ ფინანსურ მდგომარეობას, ერთი რაც ვილაპარაკებთ თქვი, არის ეს, რომ უნდა გაითვალისწინოს, რომ გაიღოს კარი, ასე ვთქვათ, ფულის, ხო, ეს ცოდნის გაცემა, ცოდნის მიღება, სისტემურობა, წესრიგი, აი ყველა საბუთი ძალიან წესრიგში უნდა იყოს და კიდე რა არის მნიშვნელოვანი, რომ არ დაიხუროს ეს არსებული კარი, აუცილებელია ასეთი ადამიანისთვის მის ენერგეტიკიდან ჩანს ეს, რომ იყოს კარგ ხასიათზე, ამაღლებულ ხასიათზე, კარგი განწყობა, აი სიცოცხლით სავსე ენერგია, გამომზეურება და არა დამავა, აი სულ ახსოვდეს ეს, რომ აი ეს განმარტოება რომ მომუნდება, იმიტომ რომ აუცილებლად მომუნდება მისი ენერგიიდან გამომდინარე, ეს იყოს რაღაც ეპიზოდი და არა გადასვა უსასრულობაში. მოკლედ ფინანსებით უნდა რომ არ შეუჩერდეს, უნდა იყოს მხიარული, აქტიური, სოციალური, ანუ ეს ბრძოლა ექნება სულ სასწორის ორი ფინანსავით, ექნება ეს ბრძოლა სულ მარტოობა თუ საზოგადოება, ხალხი თუ განმარტოება და ასე შემდეგ. ეს სულ ახსოვდეს, რომ თუ უნდა რომ ფული კონდეს, უნდა ჩანდეს, იმიტომ რომ მზე არის, კაშკაშებდეს, კი ბატონო, ხელგაშლილი უნდა იყოს ძალიან მისთვის ეს მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ბავშვებზე, ძაღლებზე. აი, სულ ცხო ბავშვებსაც მე არ ვიცი იმ სოციუმში, სადაც ხართ, რამდენად მისაღებია ეს, მაგრამ სადაც ხელი მიგიწვდებათ ბავშვებისთვის რაღაცა გასახარებელი კამფეტი იქნება ეს თუ რაღაც სხვა საშუალება, ბავშვების
სიკეთის კეთება ცხოველებისთვის, დაუცველი ცხოველებისთვის, სიკეთის კეთება, ქველმოქმედება, კარგი განწყობა, ამაღლებული განწყობა და აი ეს უბრალოება იმ ხრივ, რომ არ იყოს რაღაც გამორჩეული ფენა, ვიღაცა გამორჩეული, ვიღაცა უფრო მეტად ფასობდეს, ვიღაცა ნაკლებად, არა, ყოველთვის ერთი უნდა იყოს ეს თქვენი მზე, შინაგანი მზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თქვენი ფინანსური წარმატებისთვის, როგორც თქვი, თქვენ გაქვთ მილიონერობის კოდი და აი ეს არის ძალიან გამოხატული, რომ ორჯერ ხუთიანი თუ ყველაფერი გექნება წესრიგში, განათლება, გაცემა, ხო, ამა ცოდნის მოხმარება, იქნებით კაშკაშ, არ დაიმალებით და ეს ყველაფერი იქნება როგორც ანგელოზი, როგორც მოწყალების და მეორედ ვახსენებ ამას, როგორც მკურნალი, როგორც ადამიანების ფსიქოლოგი, როგორც ადამიანების თანადგომი, აი კარგი მეგობარი ყველასთვის, ხო? არ დაგენანოთ არაფერი. პირველ რიგში თქვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მეც მაქვს მაგალითად 19 ენერგია და ცოტა გამხელილი ჯობს, არ მინანება მართლა არავისთვის, ვგიჟდები საჩუქრების ყიდვაზე ყველაზე დიდ ადრენალინს მაგ დროს გამოვიმუშავებ, აი არ ვიცი, ქველმოქმედებასაც ვაკეთებ ისე რომ არავინ არაფერი არ იცის და არც იმან ვისთვისაც ვაკეთებ ისე. მაგრამ აი ჩემ თავზე მიჭერს ფინანსების დახარჯვა და მენანება და აი სულ მახსოვს ეს და ვწვალობ დღემდე რომ ეს გამოვასწრო ეს თვისება. ეს არ გააკეთოთ, თორემ ჩაგებლოკებათ ეს ასე ვთქვათ ენერგია. ძალიან საინტერესო არის, მე მინდა რომ წარმატებას მიაღწიოთ. მე ვფიქრობ, რომ თქვენ გრძნობთ ამ ენერგიებს და ეხლა როცა ესე ვახსენე რა უნდა აკეთოთ, ხვდებით, იმიტომ რომ თქვენში ძალიან ღრმად არის და მე გრძნობ რომ გაღვიძებულიც არის ეს ეზოთერული ცოდნა და აი კიდე ხას გავუსმევ, ხო, ანგელოზივით უნდა იყოთ დამხმარე, ოღონდ ჯერ თქვენ უნდა იყოთ სავსე კიდევ ერთხელ, ისე რომ მე მწყურია და ერთი ყופი წყალი ვნახი და სხვას მივეცი და მე დავიხვჩვი, ესე არა, თქვენ უნდა იყოთ სავსე, რომ გასცეთ წყალთან ურთიერთობა. წყალი, ნებისმიერი, არ ვიცი, ეცადეთ წყლის რიტუალი არის ეს თუ უბრალოდ წესჩვეულებები წყალთან დაკავშირებული, თქვენ გავსებთ ენერგიით, ფინანსური ენერგიით. არ მზის ენერგიით იკვებეთ, არ დაიმალოთ, მხოლოდ დასვენებისთვის, მხოლოდ სიმყუდროვისთვის ამუშავეთ ეს ცხრიანის ენერგია. დანარჩენ შემთხვევაში ამუშავეთ ეს 19 დღესასწაულის, მზის, განათების, სიცოცხლის და იცოდეთ, რომ სამყარო მოგცათ იმის რესურსი, რომ ძალიან ბევრს მოახმაროთ ეს რესურსი, ძალიან ბევრი სიკეთე აკეთოთ და რაც უფრო მეც გააკეთებს, მეტ რესურს მოგცემთ. აი აქ არის მთელი საიდუმლო და გასაღები თქვენი მილიონრობის. და მე ჯერა, მე ველი, რამდენიმე თვეში ვიტყვი, მაქსიმუმ 1 წელიწადში თქვენ ზარს ან მონაწერს ჩემთან და მეტყვით, რომ როგორც კი დავიწყე ამის გაკეთება, ჩემი ფინანსები ძალიან წინ წავიდა. მე ისე მჯერა ამის როგორც რა ვიცი, რომ მე ვარ ნათია. გელოდებით მალე რამდენიმე თვეში მაქსიმუმ 1 წელში კიდევ ამბობ და თქვენი ფინანსები დაუჯერებლად გაიზრდება. ეს ჩანს, არ არის თქვენთვის ამის გაკეთება ძნელი, იმიტომ რომ რესურსში ხართ 19 ბებუებისგან გაქვთ ეს ენერგია, ეს სიცოცხლის, სიყვარულის, სიკეთის კეთების, კარმის კუდი ხაჩავს, როგორც ყველა ადამიანს, ეს არ არის ტრაგედია, როგორც თქვი, ყველა ადამიანს აქვს ეს სიმძიმე. და მე ვგრძნობ, რომ უკვე დაწყებული გაქვთ სადღაც ამ ენერგიის დამუშავება. არ ვიცი საიდან გრძნობთ, ესეც შევი რაღაც სხვა ხედვა, სხვა ენერგია, რასაც ვერ ვხსნი, ხო? მაგრამ გრძნობ. გაგრძელება იქნება ამ ბედის მატრიცაზე, ხოლო ვისაც სურს ჩემთან დაკავშირება, რომ გავუკეთო ბედის მატრიცა, ჩემი ნომერია 591233507, აქტიურია ვიბერზეც, WhatsApp-ზეც, ან მომწერეთ ქართული შრიფტით რეიქი მკურნალი. და დაილოდოთ მეოთხე ნაწილს.